მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სფეროში დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ვინაიდან და რადგანაც დღეს რა თქმა უნდა გამოქვეყნდეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მაისისთვის. მაჩვენებლები, რომელსაც ხადია ჩვენ ველოდებით, მოგეხსენებათ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური. ამ თვალსაზრისით გვაქვს მანამდე არსებული ციფრობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც დღეს ძალიან ვრცლად მივხილავთ. საკმაოდ პოზიტიური, თუმცა ცხადია მაის მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში. მიუხედავად გლობალური ტურბულენციისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველოს აჩვენებს მაღალ ტემპს. პროგნოზირებად ზრდასთან შედარებითაც კი როცა ვსაუბრობ პროგნოზირებად ზრდაზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ვსაუბრობ არა მხოლოდ საქართველოს ქვეყნის შიგნით, საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, არამედ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან, მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან პროგნოზირებულ ეკონომიკურ ზრდაზე. ცხადია, როდესაც ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე ვსაუბრობ, ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამავდროულად როგორ ხდება და რომელ სექტორებში ხდება ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო პოზიტიურ დინამიკაში და ცხადია გვინდა რომ ეს ნაწილიც მოვიხილოთ, ვინაიდან გვაძლევს კარგი დაკვირვების საშუალებას შემდგომ ტენდენციებთან დაკავშირებით. დღეს მაქსიმალურად ვცადეთ, რომ ვიდრე სულ ცოტა ხანში გამოქვეყნდება მონაცემების საქსტატის მიერ, აი ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე მანამდე ასევე ქონოდა საშუალება მიმოგვეხილა არსებული ვითარება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე და მიმოგვეხილა ის რამოდენიმე ჭრილში, მათ შორის გვესაუბრა საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა მანამდე ჩვენ შეგვიძლია ნახოთ ის მაჩვენებლები, რომელიც დაკავშირებულია აქამდე არსებულ მონაცემებთან, დაზუსტებულ მაჩვენებლებთან საქსტატის მიერ, რომელიც იქნა გამოქვეყნებული და ამ ჭრილით დავიწყოთ ანალიზი და რა თქმა უნდა შემდგომ უკვე გადავალთ შემდგომ ნაწილზე, მათ შორის ვისაუბრებთ საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ვითარებაზე. პირველი გრაფიკა თუ შეიძლება სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხს, მათ შორის რა თქმა უნდა დეფლატორის პროცენტულ ცვლილებასთან დაკავშირებულ ვითარებასაც, ჩვენ შეგვიძლია უკვე წლების ჭრილში გავაანალიზოთ არსებული ვითარება, რომელიც აქ და ამ შემთხვევაში გვაქვს ლურჯი ნაწილით საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დიაგრამაზე მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებელი, ხო რომ მთლიანი შიდა დეფლატორი, ერთოდობითი შიდა პროდუქტის დეფლატორი უკვე წითელი დიაგრამით გამოიყოფა ამ შემთხვევაში. აი აქ თუ შევხედავთ ვითარებას, ჩვენ ვსაუბრობთ წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით არსებულ ვითარებას და ამ შემთხვევაში თუ შევხედავთ პირველი კვარტლის მაჩვენებელს, აქ ვხედავთ რომ არის 9%-იანი დაზუსტებული ეკონომიკური ზრდა დაფიქსირებული და მართლაც განსაკუთრებით მაღალია 9%-იანი ეკონომიკური ზრდა იმ პერიოდში და იმ ტენდენციის გათვალისწინებით, როდესაც კიდევ ერთხელ გლობალური გაურკვევლობა არის ძალიან მაღალი და მთელ შემთხვევაში ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს საკმაოდ ნელა, საკმაოდ დიდი დაკვირვებით, თუმცა როგორც ჩანს და როგორც ეს მაჩვენებლები ჩვენ გვეუბნება, ნაკლებად ეხება ეს საქართველოს შემთხვევას. აი თუ დავაკვირდებით და ავიღებთ 9%-იან ეკონომიკურ ზრდას პირველ კვარტალში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე უფრო მეტად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ვიდრე იყო პროგნოზირებული ნებისმიერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ და ყველაზე უფრო მაღალ პროგნოზირებად მაჩვენებელსაც კი 2%-ით აღემატება 9%-იანი მაჩვენებელი. საშუალოდ პროგნოზირებულ მაჩვენებლებზე 3.5%-ით მეტია ფაქტი დაფიქსირებული, რომელიც ჩვენ გვაქვს. ცხადია, გვინდა მაღალი ეკონომიკური და შენარჩუნდეს წლის ბოლომდე განსაკუთრებით მაღალი, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ახასიათებს თავისი ასე ვთქვათ მერყეობას გარკვეულ თვალსაზრისით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ დაბალი ზრდა აქ ფაქტიურად უკვე წარმოუდგენელი ნაწილია და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ 2026 წელს მივიღებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ცხადია საკითხავი ამ შემთხვევაში ციფრობრივი მაჩვენებელი თუ როგორი იქნება დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, აქვე არ უნდა დაგვაუწყდეს არც ერთ შემთხვევაში, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე კიდევ ერთხელ გლობალური ტენდენციების გათვალისწინება. ვნახოთ თითქოს და
პროგნოზები მეტნაკლებად დამაიმედებელია, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც ვერ გავექცევით, რომ ურთიერთ გამომრიცხავი პროგნოზები ასევე კეთდება არა მხოლოდ მიმდინარე ან გასული კვირის განმავლობაში, არამედ შეიძლება ითქვას მთელი კვირების განმავლობაში. ბევრი ფაქტორი იქნება დამოკიდებული, თუმცა ვხედავთ ვითარებას ამ თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიურად. თან ამავდროულად გასათვალისწინებელია ერთი რამ, რომ მიუხედავად ზრდის არსებული ტენდენციისა, ჩვენ გვაქვს ვითარება ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებულად პოზიტიური და ვხედავთ ლარის გამყარების, ჯამურად ლარის გამყარების ტენდენციას, რაც ამავდროულად საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს რეზერვების შეძენაზე, ვხედავთ ასევე რეზერვების სარეკორდო მაჩვენებელს და ჯამში ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ პარალელურად ხდება ინფლაციის შედარებით მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც შემცირების ტენდენცია და მისი დაახლოება მიზნობრივ მაჩვენებელთან. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე ვითარებას, რომელიც გვაძლევს სტრუქტურის შეფასების საშუალებას და სწორედ ამ შემთხვევაში, აი რაზეც დასაწყისშივე ვამახვილებთ ყურადღებას, ვისაუბრებთ უფრო თუ რომელი დარგებია განსაკუთრებით აქტიური მთლიანში და პროდუქტის ფორმირების პროცესში. ასე რომ ვთქვა, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის ფორმირების პროცესში თუ რომელი დარგები მონაწილეობენ ყველაზე უფრო მეტად აქტიურად, რა თქმა უნდა, ვაჭრობის სექტორი აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია დარგობრივ სტრუქტურაში, თუმცა ძალიან საინტერესო ნაწილია ინფორმაცია და კომუნიკაციები ICT სექტორი, სადაც IT-ს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, IT სექტორზე ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ და განსაკუთრებით უსვამთ ხას IT სექტორის განვითარებას და IT სექტორის მნიშვნელობას და ამ კუთხით მართლაც ხედავთ თუ რამხელა როლს ასრულებს IT სექტორი. რა არის IT სექტორის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი და შეიძლება ითქვას საიდუმლო, არის მთავარი ნაწილი ის, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელებულმა რეფორმებმა უზრუნველყო ის, რომ IT სექტორში მოზიდული იქნა არა მხოლოდ ადგილობრივი მიმართულება იქნა ხელშეწყობილი, არამედ მოზიდული იქნა უცხოური კომპანიები და უცხოური კომპანიები ერთის მხრივ არამედ შემოვიდნენ საქართველოში, არამედ მათ საქართველოს ჩათვალეს ადგილად, სადაც ბიზნესის კეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ადგილია. შესაბამისად არის გამოწვეული სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი ამ შემთხვევაში და დიახ, IT სექტორში საქართველოს IT სექტორში განსაკუთრებით მოზიდვის ნაწილში უცხოური კომპანიები შეიძლება ითქვას არა ერთ ქვეყანას მოუგო ამ შემთხვევაში, ვინაიდან სოფლიოში და ევროპის მასშტაბითაც მათ შორის არა მხოლოდ სოფლიოს სხვა ქვეყნებში და აზიის მიმართულებაც ამ კუთხით საკმაოდ მაღალი კონკურენცია, ევროპის მასშტაბითაც კი საკმაოდ დიდია კონკურენცია იმასთან დაკავშირებით თუ საერთაშორისო კომპანიები სად დაფუძნდებიან და სად გააგრძელებენ ისინი საქმიანობას, მათ შორის ეს ეხება ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, ეს ასევე ეხება ცალკეულ პირებს, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ კომპანიებს ემსახურებიან საქართველოსთან. და დიახ, ემსახურებიან საქართველოსთან IT სექტორის შემთხვევაში საქართველოში არსებული კომპანიები თუ ფიზიკური პირები ემსახურებიან საერთაშორისო კომპანიებს და ჩვენ როდესაც IT სექტორის ანალიზს ვაკეთებთ, აქ ქონდა ძალიან დეტალურად აღწერილი, რომ სერვისების ძალიან ნაწილი საქართველოსთან სერვისების ექსპორტი ხორციელდება შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის ქვეყნებში, ისრაელში. და ძალიან საამაყოა რა თქმა უნდა, რომ საქართველოს არის ის ადგილი, საიდანაც მომსახურება ხდება ამ მიმართულებაზე, რომელიც უკვე აღვნიშნე. რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა უძრავქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, ისევე როგორც აი ამ ჭრილში გარკვეულწილად გავაერთიანებთ, თუმცა ეს პირდაპირ კორელაციით არ ერთიანდება მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ კუთხით ასევე ჩვენ ვხედავთ საქართველოში, რომ განსაკუთრებით საინტერესო ხდება, ყოველთვის იყო საინტერესო ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი ხდება ზოგადად სამშენებლო სექტორი და უძრავქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს უკვე ასოცირდება ისეთ გიგანტებთან და გიგანტ კომპანიებთან და სოფლიოს ისეთ აღიარებულ ბრენდებთან, როგორც არის მაგალითად Eagle Hills-ი, რომლის შესახებაც ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია და Eagle Hills-ის საქართველოს შემოსვლა სულად სხვა რეალობას ქმნის სამშენებლო დეველოპერული სექტორის მიმართულებით. საქართველოში ადგილობრივი კომპანიები თამაშობენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს, მათ შორის ჩვენ ხშირად ვთვალობთ ჩვენს პარტნიორზე ბათუმის კუნძულზე, რომელიც სულ სხვა მიზიდულობას ქმნის და სულ სხვა რეალობას ქმნის სამშენებლო დეველოპერული ბიზნესის განვითარების მართლაც განსაკუთრებული სიახლეა ამ ჭრილში. რა თქმა უნდა, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ნახეთ ანონსი Trump Tower-ის ნახეთ არა მხოლოდ ანონსი, არამედ კონკრეტული რენდერები, რომელიც ასევე სულად სხვა სიტყვა სამშენებლო დეველოპერულ სექტორში და ამავდროულად ეს რა თქმა უნდა ნიშნავს ადგილობრივი კომპანიების კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ამ კუთხით საინვესტიციო სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს სექტორი. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ
ვითარებას უფრო დაკვირვები და კონკრეტულ ციფრობრივ მაჩვენებლებში გამოხატულს. ეს არის ვითარება, რომელიც არის გამოხატული მთლიანში და პროდუქტი დაფიქსირებული მიმდინარე ფასებში. ამ შემთხვევაში კონკრეტული ციფრობრივი მაჩვენებლებია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ სულ მოსახლეზე დაფიქსირებული ნაწილი და მთლიანში და პროდუქტი ასევე მიმდინარე ფასებში დაფიქსირებული მუდმივ ვალუტაში, ანუ დოლარში დაფიქსირებული. უკვე დეტალური ანალიზი კონკრეტულად თუ რაში ითარგმნება მთლიანში და პროდუქტის იზრდის ტემპი, რომელიც აი დაფიქსირებულია რეალურში და პროდუქტის ზრდის ტემპი 9%-იანი მაჩვენებლები თუ როგორ გამოიყურება ციფრობრივ ჭრილში და შემდგომი გრაფიკა ამ კუთხით, რომელიც უკვე ჩვენ გვაჩვენებს მთლიანში და პროდუქტს 2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს, კიდევ უფრო დეტალური ჩაშლა ამ კუთხით პროცენტულ ჭრილში და აი აქ რა თქმა უნდა ინფორმაცია და კომუნიკაციები, ტრანსპორტი და დასაწყობება, რომელზეც ცალკე რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა აღინიშნოს გარდა ვაჭრობისა. აქ ცალსახად საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როგორც ლოჯისტიკის ჰაბად, ლოჯისტიკურ ჰაბად ფორმირების ნაწილზე, ცალსახად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსპორტი და დასაწყობების ნაწილი, სატრანსპორტო ლოჯისტიკური ნაწილი, მათ შორის შეგვიძლია ასეც ვთქვათ, ამ კუთხით არსებული ვითარება, ვინაიდან ეს ტენდენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის გასაგრძელებელი, ჰაბად ფუნქციონირება ნიშნავს გამართულ სატრანსპორტო სისტემაზე და ჩვენ სატრანსპორტო სისტემაზე, განსაკუთრებით სარკინიგზო სისტემაზე ვეცდებით, რომ კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბროთ ჩვენს უახლოეს გადაცემაში, მათ შორის ხვანდილ გადაცემაში შესაძლებელია ამაზე უფრო ვრცელი სიუჟეტი, ვრცელი მიმოხილვა გავაკეთოთ ამ კუთხით. და როცა ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე ვსაუბრობთ, ასევე საინტერესო იქნება მოვისმინოთ ასევე შეფასება. იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსების ზრდის მიმართულებით გადაიდგა და როგორც მოგეხსენებათ, შეიქმნა ეკონომიკური განვითარების კორპორაცია, ასევე მოსალოდნელია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება. იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა 66% გადააჭარბა და ფაქტობრივად 2 მილიარდ $100 გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე მზარდია. დიახ, ჩვენ ნახეთ შეფასება ბატონ ვახტანგ ცინცაძის ეკონომიკის და განვითარების მინისტრის მოადგილის და გასული კვირის შუა პერიოდში ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე პროცესებზე. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის შემთხვევაში მუდმივად არის აქცენტირებული და განსაკუთრებით ხაზგასმული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია. თუ შეიძლება შემდგომი გრაფიკა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში პრემიერ კობახიძის შეფასებაზე და პრემიერს მოყავს სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და ამ შემთხვევაში რაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რაზეც პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ანუ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მიუხედავად არსებული ვითარებისა, რაც განსაკუთრებით ხაზგასმელია და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე, ეს ძალიან მარტივი მესიჯია ინვესტორებისთვის. ინვესტორები ამ შემთხვევაში პირდაპირ იღებენ მესიჯს, რომ ამ ქვეყანაში ინვესტირება ღირს, ვინაიდან სწორედ სწრაფად მზარდი ეკონომიკა ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ეკონომიკა არის სტაბილური და ეკონომიკა არის მეგობრული ინვესტორებისადმი, მეგობრულად განწყობილი ინვესტორებისადმი და ბიზნეს გარემო არის მეგობრული ინვესტორებისათვის და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორედ ეს შეფასება, რომელიც ჩვენ ნახეთ ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან და ამავდროულად როდესაც ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ გავსი ტიპის შეფასებაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აი ამ შეფასებაზე და ჩვენ ასევე ვიცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. კიდევ ერთხელ ამ კუთხით ასევე ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ მე პირველ საინვესტიციო ბანკის ჩვენ პარტნიორს გალთენთ თაგართის შეფასებები განსაკუთრებით საინვესტიციო პოლიტიკასთან მიმართებაში. თუ შეიძლება შემდგომი გრაფიკა, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დინამიკასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით დავაკვირდეთ ამ შემთხვევაში შედარებას, რომელიც აღწერს ვითარებას 2026 წლის და 2025 წლის პირველ და მეორე კვარტლის შედარების ჭრილში და ვნახავთ აქაც და ვხედავთ აქაც ზრდის ტენდენციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შორის ზრდის ტენდენცია იყო 24-25-თან შედარებით, და ვხედავთ ამ ნაწილს და ასევე ვხედავთ უკვე კონკრეტულად პირველი კვარტლის პირველ კვარტალთან შედარების ნაწილს და ჩვენ ნახეთ საქართველოში ზრდის ტენდენციის ნაწილი და კიდევ ერთხელ გლობალური დაძაბულობის და მიუხედავად საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დება. ეს არის კონკრეტული ფაქტი, ეს არ არის ამ შემთხვევაში პროგნოზი, ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც წარმოდგენილია გალთენთ თაგარცმელი და შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება
სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარება სწორედ სახელმწიფო ფაზიანი ქაღალდებთან დაკავშირებით აქ შემოსავლიანობის ნაწილი შეგვიძლია შემოსავლიანობის მრუდს შემოსავლიანობის ნაწილი შეგვიძლია შევხედოთ საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება ამ კუთხით და საკმაოდ მაღალ მომგებიანია და რა თქმა უნდა ამ ნაწილზე ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ სადაც ვისაუბრებთ უკვე ფინანსთა მინისტრის შეფასებაზე შემდგომი გრაფიკა, სადაც საუბრობს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების განხორციელებას უფრო დეტალურად რომ შევხედოთ კონკრეტულ სექტორებში, რომელი სექტორებია განსაკუთრებით მომგებიანი ამ შემთხვევაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კუთხით, ხომ? საფინანსო სექტორი რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია და აგვიშთავდით კიდეც რომ კლიენტში და პროდუქტის ზრდის ტემპში ამ შემთხვევაში აი აქ წარმოდგენილი ნაწილიდან საფინანსოს გარდა უნდა აღინიშნოს უძრავი ქონების და IT სექტორის ნაწილს და ამ კუთხით ვხედავთ რომ ასევე ინვესტიციები საკმაოდ მომგებიანია უძრავი ქონების მიმართულებით და IT სექტორის მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა საფინანსო სექტორი აქ ლიდერია ამ თვალსაზრისით და ვიცით ასევე ქართული კომერციული ბანკების განსაკუთრებული წარმატება ამ შემთხვევაში გულწრფობთ ოლქის კომერციული ბანკს საერთაშორისო ასპარეზზე და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ბანკი ამ შემთხვევაში FTSE 100-ში მოხვედრა საქართველოს ბანკის არის მართლაც შთამბეჭდავი ნაბიჯი ქართული საბანკო სისტემის განვითარების და წინსვლის აღიარების ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ენერგეტიკა და ვაჭრობა ამ კუთხით ასევე ძალიან საინტერესო ნაწილია და ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებით ჩვენ მათ შორის წინაკვირაში ჩვენს gadაცემაში ვსაუბრობდით მიმოხილვის დროს საშუალო ხესების ასოციაციის ხელმძღვანელთან ბატონ გიორგი მარგებაძესთან ერთად თუ რამდენად საინტერესოა ენერგეტიკა შემდგომ ინვესტირებისთვის და რა თქმა უნდა ეს ციფრი არ არის ის ციფრი რომელიც უნდა იყოს საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვაჩნია რომ ენერგეტიკის სექტორი არის საკმაოდ ასე ვთქვათ მაღალტევადი და დარგი ინვესტორების თვალსაზრისით და იქნება კიდევ უფრო მეტად მომგებიანი და ცხადია ვაჭრობის ნაწილი რომელიც რჩება ამ შემთხვევაში კვლავ საკმაოდ საინტერესო სფეროთ და გადავიდეთ შემდგომ გრაფიკაზე სადაც ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ფინანსთა მინისტრის შეფასებებზე ჩვენ ნაწილობრივ გასულ კვირის განმავლობაში ასევე ვსაუბრობდით ფინანსთა მინისტრთან ექსკლუზიურ ინტერვიუზე მას შემდგომ რაც სინდიკაციის მეთოდით იქნა გამოშვებული უკვე ფასიანი ქაღალდები ამ თვალსაზრისით და ნახეთ მანამდე სახაზინო ვალდებულებებთან დაკავშირებით უკვე ჩვენს ანალიზში გალთენ თაგართის შეფასება ასევე და ფინანსთა მინისტრთან ინტერვიუს დროს როდესაც ჩვენ ამ საკითხზე უფრო დეტალებს გავდიოდით ცხადია გამოყოფილი იქნა რამოდენიმე ნაწილი რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ინვესტორებისადმი და ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი უფრო ზუსტად რო ვთქვათ ნდობის ნაწილს აი ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ბატონმა ლაშამიმ ძირითად მიგნებას რომ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ვინაიდან ამ შემთხვევაში გამოშვებული და შეთავაზებული ნაწილი რომელიც იქნა ფინანსთა მინისტრის მხრიდან აღმოჩნდა ბევრად ნაკლები ვიდრე რეალური მოთხოვნა არსებობდა ინვესტორების მიერ. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება და ამ ნაწილში ასევე უნდა შევხედოთ შემდეგ შეფასებას რომ ამ შემთხვევაში საერთაშორისო ინვესტორები როდესაც მონაწილეობენ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ სახაზინო ფასიან ქაღალდებზე გვაქვს საუბარი გამოშვებაში არამხოლოდ ისინი ენდობიან არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას არამედ საკანონმდებლო ბაზასაც კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში ჩვენ შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ ლონდონში განთავსებაზე და ადგილობრივ განთავსებაზე ამ შემთხვევაში ვინაიდან საკანონმდებლო ბაზისადმი ნდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინაიდან ინვესტორები ხედავენ ამ თვალსაზრისით სტაბილურობის მაჩვენებელს სტაბილურობის ნაწილს და დიახ ეს არის გამოშვება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად სწორედ აღნიშნულ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ამ შემთხვევაში ბატონი ლაშა და შემდგომი ნაწილი რომელიც გვაქვს ამ შემთხვევაში შეეხება სწორედ ინვესტორებთან ურთიერთობის ნაწილს და აქ არის ბუნებრივია არა ერთჯერად საკითხებზე საუბარი ყოველწლიურად გვექნება აქტივობა სადაც საერთაშორისო ინვესტორებს ექნება შესაძლებლობა ინვესტიციები განახორციელონ ფასიან ქაღალდებში ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ნაწილია და მნიშვნელოვანი ასპექტია ვინაიდან საქართველოს მხრიდან შეთავაზებული ეს მოდელი კიდევ ერთხელ ქვეყნისადმი დაინტერესებას ზრდის და მე ვფიქრობ რომ დამატებითი ხელშემწყობია ქვეყნის პოპულარიზაციის ჭრილში. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება სადაც ამ შემთხვევაში უკვე აღნიშნავთ და ბატონ ლაშა საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკასთან
მართებაში არსებულ ვითარებაზე და ის რა ნაწილზე ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური ზრდის გადახედვა პოზიტიური ნიშნით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ 6.5%-ს და პარალელურად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საუბრობს კონკრეტულად შემცირებაზე ამ შემთხვევაში ვალის მაჩვენებლის ზომიერ ნიშნულზე დაფიქსირებაზე და ისევე როგორც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე ისტორიულ მინიმუმზე დასვლასთან დაკავშირებით და შემდგომი ნაწილი სადაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ უკვე კონკრეტულად კვლავ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ქვეყნის ურთიერთობაზე ამ კუთხით რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ კუთხით აღსანიშნავია რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთი არის თქვა ამ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი რომელიც ჯამურად ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობის უზრუნველყოფის ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ბუნებრივი არსებობის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის სოფლიო ბანკი მაგალითად, რომელთანაც საქართველოს ერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული და ასევე გეგმავს მიმდინარე პროექტების განხორციელებას. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ამ შემთხვევაში საუბრობთ კვლავ ინვესტორების ნაწილზე და როგორც ბატონი ლაშა აღნიშნავს ამ კონკრეტული ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე საქართველოს რჩება განსაკუთრებით საინტერესო ინვესტორებისადმი და ბოლო ნაწილი ჩვენი ბოლო დიაგრამის ნაწილი სადაც კონკრეტულად რადგან ვისაუბრეთ და შევხედეთ უკვე ფინანსთა მინისტრის მხრიდან შეფასებებს აღნიშნულ საკითხზე ეხლა სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონკრეტული შეფასებებით გვინდა რომ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა რა არის ძირითადი აქცენტები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ხედავთ ჩვენ ამ ნაწილს საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს მდგრადობას რასაც ხელს უწყობს ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და მყარი ფისკალური ბუფერები. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი შეფასება და პირდაპირი მესიჯი ინვესტორებისთვის თუ როგორია საქართველოს ეკონომიკა ამ წელში კიდევ ერთხელ განახლებული პროგნოზიდან გამომდინარე 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5% იქნება, ანუ საქართველოს ეკონომიკა 6.5%-მდე გაიზრდება, თუმცა ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდით სწორედ 9%-ზე დაფიქსირებულ ზრდის ნაწილზე და რა თქმა უნდა ფისკალური დისციპლინა, რომელიც ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ძალიან ძლიერია და რა თქმა უნდა სახელმწიფო ვალის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნება ეს მართლაც მისასალმებელია, ვინაიდან საქართველოს ახერხებს საკუთარი რესურსები განვითარებას და ზრდის იმ მაჩვენებლების მიღწევას, რომელიც აქ და ახლა არის დაფიქსირებული. ეს რაც შეეხებოდა ეკონომიკური ზრდის მიმოხილვას, ინვესტორთა მიმართ პოლიტიკის მიმოხილვას, აქ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ ერთის მხრივ ნახეთ შეფასებები სახელმწიფო სექტორის მხრიდან, პირველ რიგში ნახეთ ჩვენ სახსტატის შეფასებები, ამავდროულად ჩვენ ნახეთ გალთენ თაგარტის შეფასებები საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის შეფასებები და რა თქმა უნდა კვლავ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები. ჯამური სურათი გვაქვს კიდევ ერთხელ საკმაოდ კეთილ საიმედო. ნახოთ დღევანდელი მონაცემები, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მონაცემები ამ კუთხით იქნება საკმაოდ სოლიდური და კიდევ ერთხელ ჯამური ეკონომიკური ზრდა საქართველოს შემთხვევაში 2026 წლისთვის იქნება იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის ნებისმიერი აქამდე არსებული პროგნოზიდან გამომდინარე. ბიზნეს ინსაიდერი დღეს ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები. რა თქმა უნდა თქვენ შეიძლება ნახოთ ჩვენს ვებ გვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.